საუკეთესო ღვიძლია, რაც კი გამიკეთებია ამ ბოლო პერიოდში. ქათმის ფილე დაჭერით და შემდეგ დააქუცმაცეთ, რაც შეიძლება წვრილ ნაჭრებად. ფაქტიურად ფარშს მიიღებთ. მოაყარეთ მარილი, პაპრიკა, ნივრის სუნელი, ცოტა სოდა და შავი პილპილი. ძალიან ხო, სოდაზე არ ინერვიულოთ. იდეალურად წვნიან და რბილ ქათმის ფილეს მიიღებთ და სოდის გემოც არ ექნება და გარეცხვაც არ ჭირდება. გამოვა უგემრიელესი. ვარემ იმასაც გეტყვით, რომ თამაშდება ფრეკენბოგის პროდუქცია. სასაჩუქრე კალათში დაგხვდებათ ყველა ის ნივთი, რაც აუცილებელია სახლში სისუფთავისა და წესრიგის შესანარჩუნებლად. დეტალებს იხილავთ პოსტის აღწერაში. ახლა კი გავაგრძელოთ. ასევე დაჭერით სოკო, წვრილად დააქუცმაცეთ ხახვი და ბეკონი. ახლა კი შეგვიძლია გადავინაცვლოთ გაზგურასთან. ზეთმოსხმულ ტაფაზე შეწვით ქათმის ფილე. იმისთვის რომ მხოლოდ ერთი ტაფა დავსვაროთ, ქათმის ფილე გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და იმავე ტაფაზე შეწვით გამა სოკო. სოკო გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და მოხრაკეთ ხახვი და ბეკონი. დავუმატეთ გაჭრილი ნიორი, კარგად გადაურიეთ და ყველაფერი ის რაც უკვე მოხრაკეთ, გააერთიანეთ ამ ერთ ტაფაზე. ბოლოს მოაყარეთ ცოტა ფქვილი და მოასხით ნაღები. მარილი და პილპილი როგორც ყოველთვის გემოვნებით. საცხობ ლანგარზე წინასწარ დააფინეთ საცხობი ქაღალდი. გააბრწყლეთ ფენოვანი ცომი და გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე. ფენოვან ცომზე კი გადაიტანეთ მოზადებული შიგთავსი. შეუხვიეთ გვერდები, გადაუსვით კვერცხის გულის და მაწვნის მასა, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და აწყვეთ 105 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. გააგრილეთ, დაჭერით და გემრიელად მიირთვით.